მე პუნქტების დეტალურ ანალიზს უფრო საინტერესო მგონია პოლიტიკური ბრძოლის რა მეთოდებს თავაზობთ ადამიანებს დღეს. თუ ადამიანებს დღეს ამ ქვეყანაში შეათ აქვთ უდიდესი გაჭირვება მათ ესვით, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ არის მარტო პოლიტიკური ხასიათის კრიზისი, რომ ეს ატარებს ძალიან მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფასს ადამიანებისთვის, მათ ძალიან კარგად იციან, რომ რეალურად ეს იზოლაცია, რაშიც ვართ მოქცეული რუსი ხოცების გამო, ყოველდღე ძალიან ძვირი უჯდება ჩვენს ქვეყანას, ამიტომაც ისინი მოელიან ჩვენგან ძალიან მკაფიო ბრძოლის გზების დასახვას იმისათვის, რომ ეს სახადი მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას. სახადი სახელად ქართული ოცნება. ეხლა მე რას დღეს ვნახე, ეს არის რაღაცა, არ მინდა ეს თქვა, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ მე არ ვაპირებ ვინმეს თავს დავესხა, ყველას თავისი გზა აქვს, თავისი ბრძოლის გზა აქვს. წარმატებას უსვებ აბსოლუტურად ყველა ქართველს, ვინც იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, პარტია იქნება თუ კერძო პირი იქნება, ჩემთვის აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ რაციონალური ბრძოლის გზა. და თუ დავიწყეთ იმ, როგორ ვთქვათ, იმ გზების დაუბრუნდეს ხმის უფლება. კი, ნახეთ. ხო, აი, მაინტერესებს ეს პუნქტები არის. არა, პუნქტების ანალიზს მე არ ვაპირებ. ეს არის სხვა პარტიების საქმე. მე სოციოლოგი არ გახლავარ. ეს ხო არ არის მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის ან რამდენიმე ალიანსში შემავალი ოპოზიციური პარტიების სურვილი. ეს ხო საქართველოს მოსახლეობის სურვილიცაა, ემიგრანტების სურვილი ხომ არის, რომ აღუდგეს ხმის უფლება. რა თქმა უნდა, და ჩვენ რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ეს ხომ თქვენი სურვილიც არის. საარჩევნო კანონმდებლობა რომ გამოსწორდეს, ეს ხომ თქვენი მოთხოვნაც იყო. ანუ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და არა კონკრეტულად რომელიმე პარტიის მიერ დაყენებულ მოთხოვნას. ხო, ამიტომ გეუბნებით, ამ პუნქტების ანალიტიკას დიდად არ ვაპირებ თქვენ, იმიტომ რომ 2 წელია ჩემი პოლიტიკური ძალა იბრძვის ზუსტად იმ პოლიტიკური შინაარსის განსახორციელებლად, რაც არის მათ შორის მოცემული ამ პუნქტებში. არაფერი ორიგინალური ჩემთვის იქ არ არის, ხო? მე არავისზე ნაკლებად არ ვითხოვ. არავისზე ნაკლებად, ეხლა ვიგეტყვით, არავისზე ნაკლებად არ ვითხოვ იმას, რომ ემიგრანტებს ხმის უფლება ქონდეთ, თუ არა მეტად, არავისზე ნაკლებად არ მიმუშავია საგარეო იზოლაციის მისაღწევად, თუ არა მეტად და ასე შემდეგ. ამიტომ ამბობ ქალბატონ თეა, რომ ამ პუნქტების ანალიზს კი არ დავიწყებ. მე პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს მინდა შევხედო. და მაგალითად თქვა ის, რომ საზოგადოება ჩვენგან ელის ბრძოლას ყველა ფორმატის გამოყენებით. მაგალითად მინდა თქვა ის, რომ არც ერთი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ყოფილა იავარდით მოფენილი გზის მარჩვენებელი. არც ერთი. თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ. ერთს ვერ მეტყვით, ვერც თქვენ, ვერც მე ვერ ვიტყვი, არჩევნებს, რომელიც თავისუფლად ჩატარდა. ან დემოკრატიულად ჩატარდა. ნაკლებად შეიძლება ამერიკა ჩამოთვა, მაგრამ არ შევიდეთ ახლა. 2012 წელი არ ყოფილა თავისუფალი და როგორ ვთქვა, თანასწორი. საერთოდ არ ყოფილა, ხო? აღარ ჩამოვთვლი, იქ რები ხდებოდა, წარსულზე ლაპარაკი არ მინდა, ხო? 2024 წლის არჩევნები. 2024 აღარ გავიხსენოთ. 2024 ოპოზიცია მოიგო და მიტაცებული არჩევნები და 2012 გავსი არ გვინახია მოიგო ოპოზიციამ და ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებას. მოიგო არასაკმარის უპირატესობით თორემ კი გეთანხმებით მოიგო, მიხარია რომ თანხმდებით. დემოკრატიაში ერთი მაგრამ არ მოუგია, დემოკრატიებში ერთი ხმა ცვლის ხელისუფლებას და არასაკმარისია. ჩვენ დემოკრატიაში არა ვართ. ამაშია საქმე. ჩვენ ვართ ავტოკრატიაში. და ავტოკრატიაში, როდესაც შენ ქმნი ისეთი ტიპის პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც შენივე ბრძოლის გზას ჩაკეტავს აპრიორი და ეხლავე ბიძინა ივანიშვილს მისცემს იმის ფორას და იმის ბერკეტს, რომ მან განსაზღვროს კიდევ ერთხელ ჩვენი ბედი. მე არ მოვაწერ ამ გზას ხელს. ჩემი პოლიტიკური ძალა ასეთ გზას, რომელიც ბრძოლის რაღაცა გზებს ხერგავს, არ მოაწერს ხელს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ არჩევნები, შემდეგი არჩევნები პირველი იქნას მიღწეული. იმიტომ მოდი ისიც არ დავივიწყოთ, რომ არ მიგვიღწევი არჩევნებისთვის, ხო? ეხლა თარიღი ხო არ წყდება და საათ რამდენი დამკვირვებელი იქნება, ხო? არჩევნებს არ მიგვიღწევია. ეს ერთი. ანუ პირველი უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მივახციოთ ამ არჩევნებს ყველამ ერთად, ხო? მეორე, დავასრულებ თქვენებისთვის, დავასრულებ და მანდატს მოვალ. მეორე, ისთვის უნდა ვიბრძოლოთ. აი რა არის ფუნდამენტური ამოცანა ოპოზიციის, ხო? ეხლა ხალხი მისმენს და აინტერესებს როგორ ხედავთ ჩვენს ამოცანას. პირველი, უნდა მივახციოთ არჩევნებს. მეორე, უნდა მივახციოთ იმგვარი ტალღის შექმნას, რომელიც წალეკავს მართლა ამ პოლიტიკურ რეჟიმს დამძგუნავი უმრავლესობით. როგორ? საპროტესტო ტალღის შექმნა. ყველანაირი ტალღი, საპროტესტო და ელექტორალური ასთავარია, იმიტომ რომ მარტო პროტესტი არაფერს არ მომცემს. თუ ადამიანები არ მივლენ კონკრეტულ დღეს, უბნებზე და არ გარეკავენ ხოცებს ჩემთან ერთად, მარტო პროტესტი არაფერს არ მისცემს. და შემდეგ დღეს იგივე გაგრძელდება და მე შეგვიძლია ვიდგეთ პროტესტზე, ხო? და 200,000 შემოვიყოთ და 300,000 ყოფილვართ, ხო? თავარია რომ ელექტორალურ ამბად გადავთარგმნოთ. ეს არის ორი მთავარი ამოცანა, ხო? ამ ორი ამოცანით იწყება ყველაფერი. ეხლა ნახეთ, ამ გზაზე თუ შენ აპრიორი რაღაცა ჩამკეტებს, აყალიბებ, ხო? აი ძალიან მარტივ მაგალითს ვიტყვი, ხო? აი დღეს კოლეგები გამოვიდა არჩევნებს და ვიყოთ არჩევნებება ბევრი. ეს არის ორი მთავარი. გასაკვირველია და წავლეკოთ ხოცები. რა გააკეთა პეტერ მადიარმა?
უნგრეთის წყალი გადმოგესხარსო, მე ვიმეორებ უნგრეთის ტვინი გადმოგესხარს. მართლა. უნგრეთის წყალი კი არ გვინდა, უნგრეთის ტვინი გვინდა. სისტემაში, რომელიც იყო წინასწარ მთლიანად პრივატიზებული. მილიარდებს ხარჯავდა რაის ოლიგარქი ბიძინაარი. ორბანი იმდენ მილიარდს ატრიალებდა, 28 მილიარდი ლეგალურად აქვს დატრიალებული, ლეგალურად. ისე რამდენს ტეხავდა. ევროკავშირის 28 მილიარდი აქვს მერე მოტაცებული ზუსტად და მიტაცებული. 28 მილიარდი და არა, 28 მილიარდი აქვს 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის სახსრებიდან წაღებული. ეცახეთ რომ ევროკავშირის ქვეყანა ევროკავშირს პარავდა იმ 28 მილიარდს. მერე რა ევროკავშირის 28 მილიარდი მოპარა. ივანიშვილის ფული მონაგონია, ემბასო ფული ქონდა. პეტრ მადიარი როდის იყო იცით პირველად ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომ მოიგო იმის შემდეგ დილას. ეთერი არ ქონია. ეხლა ვიღაცა მეტყვის რომ ისა უნგრეთი არ ედრება, როგორ არ ედრება, კი რა ბეროდ უარესია, მაგრამ ადგა ეს კაცი და იბრძოლა. ეხლა იმას რომ დაეწყო რომ თუ მე არ გამიხსნით ამ სასახლის კარს თუ მე არ შემეცვლით, იცით როგორი ელექტრონული სისტემა აქვს? უნგრეთს ქონდა, ეხა იცვლება, ხო? მთლიანად მორგებული იყო ფიდეშზე. იმისთვის რომ მოეგო ოპოზიციას 55% უნდა მიეღო. იმისთვის რომ მოეგო ორბანს უნდა მიეღო 42%. ჩვენ ბევრად უკეთესი სისტემა გვაქვს ფორმალურად მაინც მაგ კუთხით. და დიდი ბოდიში თუ ერთი ადგილი არ გვაქვს რომ ხალხი გამოვიყენოთ მასობრივად არჩევნებზე სწორ დღეს და გადავლეკოთ, მაშინ ეს სხვა პრობლემა არის. მაგრამ ჩვენ იმის რწმენა გაგვაჩნია ხალბატონთეა, რომ კი ეს შეგვიძლია ყველას ერთად შეგვიძლია რომ ისეთი ცეცხლი დავანთოთ პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ქვეყანაში რომ წავლეკოთ ეს რაღაცა ურდო სახელად ხოცები თავისი უვიცი პრეზიდენტით შეურაცხადი ეგრეთ წოდებული პრემიერით და აბსოლუტურად მაპატია და კრეტინი პარლამენტარები რომელიც თავის ხელფასებს იმატებენ არ მოუწყია უნგრელი ხალხი იმ ტიპის რეპრესიები არ მოუწყია თავისი ხალხისთვის რატო არ მოუწყია 16 წელი არჩევნების უფლება არ ქონდა უნგრელ ხალხს და უარეს რეპრესია რატო არ მოუწყია როგორ არ მოუწყია ძარცვავდა პოლიტპატიმო 550 დღე არის ხალხი ქუჩაში არის და ამ ვერ ვიტყვით რომ ერთი ადგილი არ აქვს საზოგადოებას საზოგადოებაზე არ ვლაპარაკობ უკაცრავ პოლიტიკურ ძალებს მიმართავ ყველა ჩვენგანს ერთად თუ ვინმეს აქვს განცდა რომ იცი რა ვერ მოვიყვანთ ხალხს ვერ გავიმარჯვებთ ვერ დავარწმუნებთ ვერ დავიცავთ მაშინ ეს ხალხი იკითხავს რომ რას აკეთებთ საერთოდ პოლიტიკაში და ჩვენ გვაქვს იმის რწმენა რომ თუ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ ძალიან სწორად ვიმუშავებთ არ შევალთ სახში ვიკამპანიებთ სულ მუდმივად ერთი იმისთვის რომ მივაღწიოთ არჩევნებს და მეორე როდესაც მივაღწევთ რომ გამოვიყვანოთ დამრთგუნავი წამლეკავი უმრავლესობა რომელიც მართლა გადაანგრევს ამ რეჟიმს აი ეგ არის გამარჯვების გზა არც ერთი სხვა ილუზია მე ყოველდღე მე ფეხი დავდივარ ქუჩაში რა ვიცი არც მანქანებში ვარ ჩამალული და არც რაღაცა ქოცები და ესკორტები არ დამატარებენ მადლობა ღმერთს ყოველ დღე ათობით ადამიანი მეუბნება რომ ერთი სული აქვს როდის მოიშორებს ჩემთან ერთად ამ რეჟიმს და ჩვენთან ერთად ხო ყოველ დღე ეს ხალხი რაღაცა წარმოსახვეთი კი არ არის არსებობენ აი დაღლილი არიან, გამწარებული არიან. როგორ ამ რესურსს კი არ ხედავ ხალხს. ძალიან ძლიერია. როგორ? ნიჰილიზმით ძალიან ძლიერია. ნიჰილიზმი კი არა. აგებასთან შეგუებაც ძლიერია. წარსულის შიში არის რა კუთხით, რომ იგივე არ დაგვემართოს, მაგრამ ეს მე თუ მკითხავთ, არის უკეთესი იმ ტიპის შიშია, უკეთესი რო არის. რატო? იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად ახსოვს, რომ თუ ყველა აი ყოველი ცისმარე მოქალაქე თუ არ გამოვა მართლა იმ ძალიან კარგ დღეს როცა მივახსენებთ არჩევნებს, ყველა ქართველი თუ არ გამოვა და თუ არ იტყვის გვეყო არაფერი არ შეიცვლება. მაგრამ მე ამის იმწამს, ლელოს ამის იწამს, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი არის ამის გაკეთება. ოღონდ არა საარჩევნო ნიჰილიზმის თესვით, რომ იცი არაფერი არ გამოვა, არჩევნები დაწავლენ. ორბანი წავიდა. ეს უვიცები ვინ არიან? ორბანი არის 10-ჯერ უფრო ჭკვიანი კაცი იყო. 20-ჯერ უფრო განათლებული კაცი იყო. ოქსფორდიდან წამოვიდა ბოლოს-ბოლოს, იმიტომ არჩევნები ადარდებდა, ხო? წარმოიდგინეთ, ხო? ძალიან მაღალი ინტელექტის კაცი იყო. მართალია, ცუდად გამოიყენა ბოლოს, მაგრამ ძალიან მაღალი. ამათნაირი კი არ იყო და გადაანგრია უნგრელმა ხალხმა. ეხლა ვინმე მეტყვის, რომ იგივე შეუძლებელია აქ შედარებით უკეთესი სისტემაც კი გვაქვს, რაღაცა წმინდა ფორმალური კუთხით რომ შევხედოთ, ხო? რას აკეთებთ მაგისთვის, რომ ხალხი მაქსიმალურად მობილიზდეს, გამოვიდეს ქუჩაში, მოვიდეს არჩევნებზე და ასე შემდეგ. ვაკეთებთ რას? დაუღალავად ვმუშაობთ რეგიონებში. კვირა არ გასულა, რომ ლელო ძლიერი საქართველოს რამდენიმე ლიდერი არ ყოფილიყო რამდენიმე სხვადასხვა წერტილში. ეს მხოლოდ გაინტენსიურდება და მართლა დღე არ გავა, პირდაპირ ეთერში ვამბობ, დღე არ გავა, რომ რომელიმე თუ არა რამდენიმე ლელოელი არ იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ვაკეთებთ კიდევ რას? ვლაპარაკობ და ამაზე ზოგიერთ კოლეგას ეცინებოდა, მათ შორის 2025 წელს, მაგრამ არა უშავს თავარია, რომ ეხლა ვიაროთ, ეხლა მაინც სწორად, მაგრამ ეხლაც ვერ ვხედავ სწორ სიარულს, მე ამას ხელს არ მოვაწერ. და ძალიან ღიად ვიტყვი, რაც არასწორია, არის ივანიშვილის ინტერესებში. და ეს მეორე რა არის? იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი ყოველდღიურად და დიახ, მათ შორის კანალიზაციის მილებზე ზოგიერთს ეკრიქილებოდა, ხო? მათ შორის ქუჩები რო ჩავარდნილი და ბავშვო ფეხი უვარდება. მათ შორის წამლების დეფიციტზე, მათ შორის ფასებზე, მათ შორის გაჭირვებაზე, მათ შორის იმაზე, რომ კორუმპირებული მერი დადის რაღაცა ფანტასტიკური ესკორტით და ადამიანს შია და რცხვენია საკუთარი სიღარიბის ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში. და აი ამ ფონზე ვიღაცა გამოვადა მეტყვის, რომ მაგ თემებზე ჯერ ადრეა ლაპარაკი, არ არის ადრე. და თუ ვინმე თვლის, რომ ადრე არის, დარჩეს თავის თვით გამოცხადებულ იზოლაციაში დარჩეს, გადაკეთეს არა სამთავრობოდ მაშინ, ხო და იყოს ღმერთმა ხელი მოუმართოს, კაცო ვინმეს კი არ ვერჩი, მაგრამ მე და ჩემს გუნდს ჩვენ გვინდა პოლიტიკური ბრძოლა. ეს ნიშნავს იმ ხალხთან სიარულს და საუბარს, ვინც უნდა შეცვალოს, მე კი არ უნდა შევცვალო რეჟიმი. ქართულმა ხალხმა უნდა შეცვალოს და მეც შეიძლება ერთ-ერთი პატარა ინსტრუმენტი ვიყო სხვა კოლეგებთან ერთად, მაგრამ ხალხმა უნდა შეცვალოს. ანუ ნებისმიერ მოცემულობაში თქვენ ემზადებით არჩევნები. როდის უნდა იყოს ეს არჩევნები? ემზადებით ან გაქვთ თუ არ? ამასაც ვიგით. არა, ეს ჩემს 2 წელი არჩევნებს ვითხოვთ და მე რო ეხა გითხრათ. მინდა რომ ეს კითხვა ჩამოვარდნო. მაგრამ ნახეთ, ხალბატონთე, მე რო გითხრათ, არ მემზადებით ხო? 2 წელი არჩევნებს ვითხოვ და შევა არ მემზადებოდა, რა თქმა უნდა მემზადები. რა თქმა უნდა ვიბრძოლებ, მაგრამ ამასობაში რისთვის თქვენ წარმოგიდგენიათ ვადაზე ადრე თუ 2028 წლისთვის. იმიტომ რომ ქართული ოცნების პასუხი დღეს იყო, რომ არჩევნები იქნება 2028 წელს ჩვენი წესებით, რომელიც შემოვიღეთ და რომლითაც ტარდებოდა აქამდეც არჩევნები. ხო და ჩვენი პასუხი ყოველთვის იყო, რომ არჩევნები არ იქნება მათი წესებით და არ იქნება 2028 წელს. ჩემი პასუხი პოლიტიკურად დღესაც ეს არის, მე პირადად, მაგრამ ეს ახლა უმადური საქმეა, პროგნოსტიკა მოგეხსენებათ, ხო ძალიან რთულია. მე პირადად, ჩემ სუბიექტურას მოგახსენებთ, რა კი მეკითხებით, მე ყოველთვის, როგორც მარტო ეხლა არა, მთელი წინა წლის განმავლობაში თქვენს გემახსოვრებათ და იქამდეც ველოდი რომ იქნებოდა ვადაზე უფრო ადრე, ანუ რიგ გარეშეთ არჩევნები. ხა ეს ჩემი მოლოდინია, მეტი არაფერი, მაგრამ თავარი რა არის? შუაში რას ვაკეთებ? მეც და ჩემი პოლიტიკური გუნდის. ვიბრძვი იმისთვის, რომ უკეთესი არჩევნები მოხდეს, ანუ წნეხის ასაწევად ვიბრძვი, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ არჩევნები არ ჩატარდეს იმავე ცუდ პირობებში. ამისთვის ვიბრძვი, მაგრამ ამავე დროს არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ივანიშვილი გამიღებს ჩემთვის ყველაზე საინტერესო სამინისტროს კარს და მეტყვის, რომ მოდი, ჩემო გრიგოლ, ახლა შენ მართე სწორი კურსით. ამას არ იზამს. და რატო შეიძლება ჩვენ არ ვამბობთ, რომ რუსია ავტოკრატია და კიდევ უამრავი უბედურება არის, აღარ ჩამოვთვლი. და მისგან ველით რაღაცა დათბობას და რაღაცა ილუზია გვაქვს, რომ ბრძოლის გარეშე რამეს დათბობს, არაფერს ყელს გამოგჭრის კიდე ბოლომდე. ჩვენ ხელი გვაქვს მოწრელი ამ გზაზე. რომელშიც არ ვიცით საწავ ამბავი, მაგრამ აქა ვართ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე თუ გაქვთ ამის მოლოდინი, რომ შეიძლება ეს არჩევნებამდე მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ რეჟიმის ზოგადად ინფორმაციაც არსებობს ამაზე, რომ შეიძლება საპატრიარქომ უახლოს მომავალში მიმართოს ამთხოვნით რეჟიმს და ეს გახდეს სიტუაციის ნორმალიზების რაღაც პირველი ეტაპი ქართული ოცნების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ რეჟიმი საერთოდ საზოგადოებრივ იხევს უკან, მთელ რიგ ამბებში, ხო? მე ვფიქრობ, კი არის ჩანს. უკრაინაზე LGBT პროპაგანდისტულ მითებს და სამარცხვინო ბოდვებს, რომ სთავაზობდნენ ერს, ხო? ეხლა უკან დაიხიეს, ევროპის საკითხზე უკან იხევენ, ევროპელებს ეუბნებიან, რომ თალაგება სურთ, დაიჭირეს რამდენიმე კრიმინალი, ფაშისტი, რომელიც ადამიანებს ქუჩაში სცემდა. ანუ ჩვენ ხედავთ გარკვეულ ნიშნებს იმისა, რომ რეჟიმი თვითგადარჩენისთვის ფართხალებს. მე და ჩემო კოლეგებმა არაერთხელ ვთქვით, რომ ეს არაფერი არ არის, კოსმეტიკა არის. ჩვენ მოვითხოვთ რეალურ ცვლილებას, მოვითხოვთ რეალურ და ვიბრძვით ამისთვის და ჩვენ ასევე მოვითხოვთ რეალურად ვინც დაუკვეთა ის ხალხი არის დაუშლილი. თვითონ არიან ის ფაშისტები, ვინც ვიღაც გდდლს მისცა დავალება, რომ რაღაცა 19 და 20 წლის ბავშვებისთვის სახეში ერთხელ 30 კილოგრამიანი ფეხსაცმელი, ხო? ეს იმ გდდლს ახლა თავისით კი არ მომოფიქრებია, ხარებამ და კიდევ ზევითო ხალხი იყო, იმან უთხრეს. აქ ძალიან საინტერესოა მამუკამდინარაძის განცხადება, ცალკეული გადაცდომები იყო, მათ მოინდომეს და აქამდე სად იყვნენ? 5 კაცი იყო მხოლოდ, ვინც ეს მოინდომა. ეს ცალკეული კი არ იყო ზუსტად. სხვა ადამიანები რატომ არ არიან დაჭერილები? ან თუ ამას გიბედავს შენი თანამშრომელი, შენ როგორ რჩები თანამდებობაზე? ესე იგი ვერ მართავდა, ხო? ჯერთ ეს ყველამ ვიცით, რომ რაღაცა აბსოლუტური ბოდვა არის და იქ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის იყო ფაშისტური დავალება, რომ ადამიანები დაეშალათ, რომ პატრიოტებისთვის ეთქვათ, რომ წავიდნენ სახლში და არ იბრძოლონ სახელმწიფოსთვის, ხო? ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამავე დროს ხედავთ რეჟიმის ფართხელს გადარჩენისთვის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენთვის ეს არ არის ან დამაჯერებელი, ან მისაღები,
ანცხადია საკმარისი. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ სისტემა გამოიცვალოს და ეს მაპატია და გამომპალი ფაშისტური ფუნდამენტი, რომელზეც შეაყენეს ჩვენი ძალიან ლამაზი და ათასწლოვანი სახელმწიფო, ძირეულად გამოცვალთ, რომ აი ესეთი სირცხვილი, რაც დაგვემართა, ეს მართლა არის ეროვნული სირცხვილი, ეს რაღაც პარტიული თემა ხო არ არის. ეს არის აი თავს ლაფი დაგვესხა, რომ აი ეს იგივე აღარასოს აღარ დაგვემართოს და შემდეგ თაობებს უწევდეთ უკვე რაღაცა მაღალ მატერიებზე მსჯელობა და მწვანე პოლიტიკა როგორ გაატარონ და ჰაერის სტანდარტი როგორ იყოს უკეთესი. ამაზე შემდეგმა თაობამ მაინც პოლიტიკოსების ამაზე ემუშაოს და ისევ იმაზე არა, რასაც მე ვმუშაობ და 30 წლის ადრე ჩემი კოლეგები მუშაობენ. ბატონ გრიგოლ, თქვენ ლეო საგარეო მდივანი ბრძანდებით კიშინევში მიმდინარე მინისტერიალი ალბათ იყო დღეს თქვენი ინტერესის სფერო, არ შეუერთდა ქართული ოცნება იმ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას, რომელიც 37 ქვეყნის მინისტერიალზე გაჟღერდა, მაგრამ მინისტერიალში მაინც მონაწილეობდა. აი რაღაცნაირად იზოლაციის გარღვევის მცდელობებს და პატარ-პატარა ნიშნებს ხედავთ ამას როგორ შეფასებთ? ჩვენ ხედავთ ზუსტად სწორედ ამ პატარ-პატარა ძალიან მცირე ნიშნებს. ეს იქნება რაღაც ანდრეი სიბიჰასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან რაღაცა მცირე რევერანსი, დღეს შეხვედრა, იქამდე ზარი, პატარ-პატარა ნიშნები არის. არის ასევე ნიშნები, უბრალოდ ცნობები იმისა, რომ ევროპელებს ეუბნებიან, რომ სურთ ნორმალიზება, მაგრამ იღებენ პასუხად იმას, რომ ისევ და ისევ ქოცურ ფასად ნორმალიზება არ მოხდება. ამიტომაც ჩვენ ბრძოლას თქულად არ ჩაულია, კი ვიცი რთულია, ვიცი მეტი გვინდა, მაგრამ არავინ არ დაგვაჯეროს, რომ ამათ ვერ გადავანგრევთ, არავინ არ დაგვაჯეროს, რომ არჩევნებზე ყველანი ერთად რომ მივალთ და დამრთგუნავი, წამლეკავი უმრავლესობით რომ გავუშვებთ პოლიტიკურ სანაგვერზე, ვერ გავიმარჯვებთ. წამდეს და ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ შუაში და ნაცვლად ნიჰილიზმის თესვისა გვახსოვდეს, რომ არც ერთი ქართული არჩევნები, როდესაც რეჟიმი შეიცვალა, არ ყოფილა არც თავისუფალი, არც თანასწორი და არც უნგრული არ ყოფილა, არც თავისუფალი და არც თანასწორი, მაგრამ ხალხმა ეს შეძლო. ანუ ხალხის ძალა, ნამდვილი ხალხის ძალა არის ძალიან აღმატებული და მნიშვნელოვანი რამ და ჩვენც გადავანგრევთ ამ რუსებს, როგორც არაერთხელ გადაინგრენ მსოფლიოს მასშტაბით, რაც 2026 წელი დაიწყო აქვე ვიტყვი, სულ ესეთი რეჟიმები მთავრდება და აი ეგ წყალი გადმოსხოდეს და უნგრეთიდან ტვინი გადმოსხოდეს უფრო მეტი, მე ამას ვისურვებდი.